აჯარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ვილნიუსის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლეს შეხვედრაზე რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემო, ბიზნესის კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა და სხვადასხვა დარგის განვითარების ტენდენციები განიხილეს. ვილნიუსის სავაჭრო პალატის წევრებმა ტრანსპორტისა და სამმაცივრო კომპანიების მუშაობით დაინტერესდნენ. რეგიონის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ინვესტორები აჭარაში ამ მიმართულებით დაინტერესდნენ. შეხვედრას ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ლიტველი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ერთობლივი პროექტები, რომელიც შეიძლება სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის განხორციელდეს. შეხვედრას ესწრებიან ტრანსპორტის, სამაცივრო მეურნეობებისა და კვების პროდუქტების წარმომადგენლები. ისინი განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებიც შეიძლება მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ. მთავარია, რომ მათ შორის შედგეს მჭიდრო კავშირი. ტრანსპორტის სფეროთი ძალიან დაინტერესდნენ. კომპანია არის წარმოდგენილი, რომელიც როგორც ვთქვით, ევროპაში საავტომობილო სატრანსპორტო გადაზიდვებში მეოთხე არის ლიტვაო, აქედან გამომდინარე ამ დარგით არიან დაინტერესებული. საოჯახო საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოები, შეიძლება ამ წარმოების რაღაც ნაწილი გადმოტანილი იქნეს საქართველოში. ჩვენ ეს არის მოკლევის სფეროები, შემდეგ ვნახოთ ეს პროექტები თუ კონკრეტულად ჩამოყალიბდება, მას მთავრობასაც გავაცნობთ, რომ ისინი შესწავლილი იქნეს, დამუშავებული იქნეს და შესაბამისად განხორციელდეს ინვესტიცია.